უსასრულო სივრცეში, რომელსაც კოსმოსი ქვია, არსებობს პატარა, სიცოცხლით სავსე პლანეტა, სახელად დედამიწა. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავის გებოზე ყოფენ მიწებს, აშენებენ, ანგრევენ, იგონებენ ახალ წესებს, იმორჩილებენ, ემორჩილებიან, შემდეგ ისევ არ მოწონთ, ყველაფერს გადაშლიან და ახლიდან იწყებენ. ადამიანების მიერ მოწყობილი დედამიწა. მსოფლწყობა. სამყარო იმდენად ვრცელი, მასშტაბური და მოდით ვთქვათ, იმდენად უსასრულოა, რომ მინდა დაახლოებით მაინც გითხრათ მისი მასშტაბების შესახებ, რაც დღეისთვის კაცობრიობისთვისაა ცნობილი. ეს დედამიწაა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი პლანეტა მზის სისტემაში შედის, მზის სისტემა კი გალაქტიკაში, რომელსაც ირმის ნახტომს ვეძახით. მსგავსი გალაქტიკები მილიონობითაა და თითოეულ გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტა შეიძლება იყოს. შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ სივრცეზე, რომელსაც კოსმოსი ქვია. მოდი, შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ დედამიწა განვიხილოთ. დედამიწა ეს თქვენი სახლია. დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი არსებები კი ჩვენ, ადამიანები ვართ. ადამიანები, რომლებმაც შექმნეს აქაური, დედამიწის ცხოვრების წესები, ცივილიზაციები, რელიგიები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო. ბევრი რამ მინდა გითხრათ დედამიწის შესახებ. ჩვენი პლანეტა დაყოფილია კონტინენტებად, ოკეანეებად, კუნძულებად, კონტინენტები კი ქვეყნებად, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანებმა დავყავით. მაგრამ რამდენ ქვეყანად? გააჩნია ვის შევეკითხებით. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიხედვით 206 ქვეყანა არის. FIFA-ს მიხედვით 211. შეერთებულ შტატებს შევეკითხებით 196. რუსეთი იტყვის რომ 197-ო, პაკისტანი კი 192. გაეროს თქმით 193 პლუს 2 დამკვირვებელი, პალესტინა და ვატიკანი. ეს უკვე 195 პლუს კოსოვო და ტაივანი. სხვადასხვა საზღვრები სხვანაირად არის დახაზული. გააჩნია ვისი შედგენილია რუკა, რომელი ქვეყნის ან ორგანიზაციის, ან ვინ ეთანხმება და ვინ არა. ვითომ და ვინმე მთვლა არ იცის? თუ სხვადასხვა ენაზე ციფრებით სხვანაირად ითარგმნება? თითქოს და ადამიანები ისევ ართ განვითარებულები, კოსმოსში ვარსკვლავებს ვითვლით, ოკეანეში მოლეკულებს, თუ ატომურ დონეზე კვლევებს ვატარებთ. ეს შეკითხვა სულ იყო ჩემი მოგზაურობის განმავლობაში. და მაინც ისმის კითხვა, რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში? მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ. დავიწყოთ გაეროთი, რადგან ეს ორგანიზაცია საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობისთვის შეიქმნა. 1945 წელს 50 ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო. 2024 წელს კი 193 ქვეყანაა. პლუს ვატიკანი, რომელიც არის ქალაქ-სახელმწიფო, მდებარე იტალიის დედაქალაქ რომში. პლუს პალესტინა, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, გაზა სექტორი და ვესტ-ბანკი. სადაო ტერიტორია, მაგიტომაც ზოგი ეთანხმება და ზოგი არა. ეს უკვე 195, ამას პლუს კოსოვო და ტაივანი. კოსოვო 2008 წელს გამოეყო სერბეთს. ტაივანი საუკუნეების მანძილზე იყო ჩინეთი. შემდეგ იაპონიამ დაიპყრო, შემდეგ ისევ დაუბრუნდა ჩინეთს. ჩინეთში დაიწყო ორი პარტიის ჭიდილი. ჩინეთის ნაციონალური პარტია და ჩინეთის კომუნისტური პარტია. კომუნისტური პარტია გაფართოვდა და ნაციონალური პარტია დარჩა მარტო ეხლანდელ კუნძულ ტაივანის ტერიტორიაზე. ამგვარად არსებობს ორი ჩინეთი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ჩინეთის რესპუბლიკა, იგივე ტაივანი. ამ ფაქტმა მსოფლიო გაუგებრობაში ჩააგდო. ზოგი ქვეყანა თანამშრომლობს ტაივანთან, ზოგი კი დიდ ჩინეთთან. ორივე იძახის რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთიო, არა და აქვთ ამისი საფუძველი. გაეროს წევრობაზე ტაივანს ვინც არ ეთანხმება, ალბათ არ უნდათ დიდ ჩინეთთან ურთიერთობის გაბრჭება. ამის მსგავსად ბევრი სადაო ქვეყანა თუ ტერიტორიაა. დნეპრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. დაუბრუნდეთ ოლიმპიურ კომიტეტს, სადაც 204 ქვეყანაა, პლუს პორტო-რიკო, რომელიც არაოფიციალურად, მაგრამ ამერიკის ნაწილია. ბერმუდა, არუბა, ამერიკული სამუი, გუამა, ვირჯინიის კუნძულები, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები, ჰონგ-კონგი, მოკაო და ასე შემდეგ. დიდი ბრიტანეთი ერთი ქვეყანაა თუ 4? FIFA-ში შედის 4 ქვეყნად. ინგლისი, შოტლანდია, ველსი და ჩრდილოეთ ირლანდია.
ნიდერლანდები ქვეყანაა. ნიდერლანდების სამეფოში კი შედის არუბა, კიურასაო, სინტ-მარტინი, ბონეირი, სინტ-ესტატიუსი და საბა. დანიის სამეფოში შედის გრენლანდია და ფაროს კუნძულები. ორივეში დაახლოებით 55,000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ერთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცივი კუნძული, მეორე კი ერთი ბეწო კუნძული ჩრდილოეთ შოტლანდიასთან. და კიდევ უამრავი ქვეყნები, მაგალითად, ნიუ-ცუკ, მარშალის კუნძულები, სენ-პოლი, მიკრონეზია, ანდორა, მონაკო, სან-მარინო, კიპროსი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, თურქეთად და საბერძნეთად. დასავლეთ საჰარა, სომალილენდი, საფრანგეთის პოლინეზია კი დაყოფილია 4 ძირითად ნაწილად, სადაც ჯამში 48 კუნძულია. დედამიწის ქვეყნებად დაყოფა სულ ცვლილებებს გადის. ნახოთ რა მოხდება ახლო პერიოდში. მაგალითად, შოტლანდია შეიძლება გამოეყოს ბრიტანეთს, კატალონია ესპანეთს. ქვეყნები დაკავშირებულია საზღვრებთან. საზღვრები კი სხვადასხვა დროს სხვანაირი იყო. უამრავი ნაცია თუ ერი არსებობს. მიახლოებით 6000-მდე ერია, ვისაც თავისი მიწა არ გააჩნია. ყველამ რო თავისი მოითხოვოს, რამდენადაა შესაძლებელი დედამიწის დაყოფა? ბევრ ორგანიზაციას კიდე პირიქით ქვეყნების გაერთიანება სურს. როგორი იქნება 20, 30 ან თუნდაც 50 წლის შემდეგ მსოფლიო რუკა? როდესაც ჩვენ ქალაქში გეკითხებიან საიდან ხარ, შეიძლება უთხრა უბნის სახელი, ანუ რა უბნელი ხარ. თუ სხვა ქალაქში გეკითხებიან, ეტყვი რომელი ქალაქიდანაც ხარ. თუ სხვა ქვეყანაში გეკითხებიან, ეტყვი ქვეყნის სახელს. სხვა კონტინენტზე შეიძლება უთხრა ქვეყნის სახელი, მაგრამ არ იცოდნენ შენი ქვეყნის შესახებ და უთხრა მაგალითად ვარ სამხრეთ ამერიკიდან, ან აზიიდან, ევროპიდან და ასე შემდეგ. თითქოს და რამხელაზე შემოვიღობავთ ჩვენ საზროვნებაში არეალს, იმხელა მოგვეჩვენება სამყაროც. ჩემი პასუხი კი ესეთი იყო: მე ვარ მსოფლიო მოქალაქე, დედამიწელი. რადგანაც ვთვლი, რომ ამხელა გალაქტიკაში პაწაწინა პლანეტაზე ვცხოვრობთ და ჩვენ ყველანი დედამიწელები ვართ. დედამიწა ეს ჩვენი სახლია, რომელსაც მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. ის ხომ ერთი მთლიანი ეკოსისტემის ნაწილია, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მე ვარ ნიკოლოზ ბარტყულაშვილი დედამიწიდან და ჩემი სამშობლო საქართველოა.